მაგალითად ვახსენებ ძირი და ჭერი. ეს თხოვეს რომ გამემართო, რა არის ძირი და რატომ უნდა ჩავიდეს მაინდა-მაინც ძირში ესა თუ ის კოინი, რომ შემდეგ ზრდა დაიწყოს. ძირი ქართულად რასაც ნიშნავს, ყველამ ვიცით, ხო ეს არის რაღაცის ძირი, მაგალითად ვაჭრობაში ხდება ეს ხშირად, რომ ფული კი გინდა ყიდვა მაგალითად რაღაც პროდუქტის, მაგრამ უბრალოდ ფული აღარა გაქვს. ფული ხო არის საჭირო, ხო, ესა თუ ის პროდუქტი რომ ვიყიდოთ. ეს ფული როდესაც თავდება, შენ ვეღარ ყიდულობ ვერაფერს. არის მეორე მხარე, არის მეორე მხარე, რომელსაც აქვს პროდუქტი, ის ყიდის, ამოელია პროდუქტი და მიაღწია, ესე გაყიდა ყველაფერი, გაუთავდა მასაც ეს პროდუქტი. ეს პროდუქტი გადავიდა სხვის ხელში, ვისაც ფული ჰქონდა და ყიდულობდა. ეხლა ის არის დომინანტი, ასე ვთქვათ, ვინც იყიდა, ხო? და შემდეგ ეს ვინც იყიდა, გადაყიდვის მიზნით ცდილობს მაღალ ფაში გაყიდოს. ანალოგიური ახლა ცოტა მარტივად ავხსენი, მაგრამ ვინაიდან ეს დამწყებმა პირებმა მთხოვეს, ესეთი ახსნა გამარტება უკეთესია. ერთ მხარეს უთავდება ფული, მეორე მხარეს უთავდება პროდუქტი. ამ შემთხვევაში კოინი. როდესაც სულ გაყიდი ყველაფერს და კოინი აღარ რჩება გასაყიდი, აქტივობა წყდება. აქტივობის შეწყვეტისთანავე იწყება მოთხოვნა, როდესაც მცირდება დეფიციტია რაღაც პროდუქტის, მასზე იზრდება მოთხოვნა, ვინაიდან ის ჭირდება ადამიანს. და შემდეგ ის იწყებს ძიებას ამ პროდუქტის და თუ ყიდიან სიტყვაზე $1, ეს თავაზობს $1 და 10 ცენტს, რათა მაღალ ფაში იყიდოს. ეს ყველაფერი ესე იგი, როდესაც ჩამოყალიბდება ეს ძირი, როდესაც ორივე მხარეს, ერთ მხარეს უთავდება პროდუქტი, მეორე მხარეს ფული, შემდეგ ერთ-ერთ მხარეში ჩდება დამატებითი ფული და ან იგივე ფული, რომელიც მას ჰქონდა და იწყება უკუ პროცესი. ეხლა ეს პროცესი არის დათვების მხარეს, დათვები მოგეხსენებათ, ვინც არის, რომლებიც ფასს დაბლა ქაჩავენ და არის მეორე მხარე ხარების, რომელიც ფასს მაღლა ქაჩავენ. ეხლა ეს ვინც მაღლა აქაჩავს, იმათი დრო დგება. ხარების დრო დგება, ისინიც გაყიდიან ეხლა ავა ფასს იქნება უკვე დეფიციტი, გასუფთავდა ველი, გაყიდეს ვისაც რა